რატომ ვერ იზრდება რძის ადგილობრივი წარმოება, გიყვებით რამდენიმე წუთში. ბიძინა ივანიშვილის სათბურის კორპორაციამ 2024 წელს 17 მილიონის კიტრე და პომიდორი გაყიდა, ზრდაწლიურად 3,2 მილიონი ლარი იყო. ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 308 მილიონი დოლარი შეიძინა, TBC კაპიტალის შეფასებით დეკემბერშიც არანაკლებ 200 მილიონის შესყიდვა მოხდა. საბანკო სექტორში დეპოზიტების პორტფელი 14%-ით გაიზარდა, ამჟამად კომერციულ ბანკებში 65 მილიარდ 700 მილიონი ლარის დეპოზიტებია განთავსებული. ყურის თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებისთვის კონსულტაციები გაიმართა. საღამო მშვიდობის SBMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. ჩვენ თქვით, რომ შესაძლოა არსებობდეს კარტელური გარიგებები და ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, ამბობს ირაკლი კობახიძე სურსათზე ფასნამატის კომენტირებისას. კობახიძის თქმით, კარტელურ გარიგებებზე ეჭვი ჭარბი ფასნამატის გამო გაჩნდა, რაც როგორც წესი, მისი შეფასებით გამოწვეულია ასეთი ტიპის გარიგებებით. ჩვენ თქვით, რომ დისტრიბუტორებსა და რიტეილერებს შორის შესაძლებელია არსებობდეს კარტელური გარიგებები, ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს თეორიულად, სისხლის სამართლის დანაშაული შეიძლება არც იყოს, ამბობს კობახიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. კობახიძე ამბობს, რომ სუსი არის სათანადო უწყება, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს გამოძიება. ყველას დავიბარებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს, თქვა დღეს კობახიძე მედიასთან საუბრისას. საქართველოში რძის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა 2019 წელს 7500 ტონიდან 2025 წლის 10 თვის მონაცემებით 16000 ტონამდე, რაც ძირითადად პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტის გაზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ TBC კაპიტალის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც რძისა და რძის პროდუქტების სექტორს ეხება. კვლევაში ასევე წერია, რომ რძისა და რძის პროდუქტების იმპორტის სტაბილური ზრდა მიუთითებს, რომ შიდა მიწოდება ვერ ახერხებს მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რატომ ვერ იზრდება რძის ადგილობრივი წარმოება ქვეყანაში, რა გამოწვევებზე საუბრობენ სექტორის წარმომადგენლები. ანუკა ჯოხაძე მოისმინა ამ თემაზე შეფასებები, რომელიც ახლა ჩვენს გვერდდება. ანუკა, რას ამბობენ სექტორის წარმომადგენლები შენთან საუბარში? ნინო, ქვეყანაში რძის პროდუქტების საერთო მოხმარება 2018 წლიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილურად იზრდება. თუ 6 წლის წინ ეს მაჩვენებელი 664,000 ტონა იყო, დღეს 762,000 ტონას აღწევს. მოხმარების ზრდას ადგილობრივი წარმოება ვერ ეწევა, რის გამოც თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად დაბალია. შესაბამისად, ქვეყანაში იზრდება იმპორტირებული როგორც რძის, ისე ფხვნილის იმპორტი. TBC კაპიტალის კვლევაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 10 თვეში 16,000 ტონა რძე ვიყიდეთ, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44%-ით აღემატება. გაიზარდა რძის იმპორტის ხარჯებიც, ბოლო 10 თვეში ზრდა 45%-იანია. მზარდი სტატისტიკა გვაქვს რძის ფხვნილის იმპორტშიც. TBC კაპიტალის კვლევაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 10 თვეში ყველაზე დიდი მოცულობების ფხვნილის იმპორტი განხორციელდა, რაც წლიდან წლამდე მზარდია. იმპორტირებულია როგორც რძე, ასევე დანარჩენი რძის პროდუქტებიც და განსაკუთრებით ხედავთ, რომ ბოლო 2025 წლის მაჩვენებელს თუ დავაკვირდებით, არსებული მონაცემებით ბოლო 9 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილი არის იმპორტი. ალბათ ამას ხელი შეუწყო ბოლონდროინდელმა რძის სექტორში განვითარებულმა მოვლენებმა, რამოდენიმე კომპანიასთან დაკავშირებულმა, რომელმაც ცოტათი გადაინაცვლა იმპორტირებული პროდუქტებისკენ, როგორც ჩანს. როგორც თქვი, იმპორტირებული იმპორტს ვაკეთებთ როგორც რძის, ასევე რძის პროდუქტების და ასევე რძის ფხვნილის. რძის ფხვნილის იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისი რძე არ გვაქვს ქვეყანაში იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნა, რაც გვაქვს რძის პროდუქტებს და შესაბამისად ხდება რძის ფხვნილით შენაცვლება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც კიდევ უფრო დაბალი არის რძის წარმოება, ვიდრე ზაფხულის პერიოდში. ადგილობრივი მწარმოებლები გამოწვევებს შორის სწორედ იმპორტის მზარდ სტატისტიკას ასახელებენ, ამბობენ, რომ რძე და რძის ფხვნილი კონკრეტული ქვეყნებიდან დემპინგური ფასებით შემოდის, რასაც მზარდი ხარჯების ფონზე ადგილობრივი ფერმები კონკურენციას ვერ უწევენ. მცირე ზომის მეწარმეები გვიხსნიან, რომ ადგილობრივ წარმოებას ხელშეწყობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნედლი რძის და რძის პროდუქტების წარმოების მოცულობა მომავალ წლებში კიდევ უფრო შემცირდება. რეალურად სადაც ვიყავით 10 წლის წინ კიდე იქ ვართ. იმიტომ სარაგანსავი კონკურენცია არის ბაზარზე, პოლონეთი, ბელარუსია და მსგავსი ქვეყნები, რომელიც კონკურენტუნარიანია და გაცილებით დაბალ ფასში აქვე რძის პროდუქტები.
ბევრი დახმარება აქვს, შეწყობა ჩვენ კიდე არ აქვს ჩვენ ქართულ მეტარმეებს ანაირი შეწყობა რომ განვითარდეს. სამწველი არ ყავს არავინ, რომ დაგვიცვას, რომ აიცი რა, სამხატვრო რაღაცა უპირატესობა მივცეთ ადგილობრივ წარმოებას, რომ ერთი და იგივე გადასახადი არ ქონდეს დაუშვათ რაღაცა სხვა შეუსუმბუკოთ, რომ კონკურენტულიანი იყოს. რეალურად ჩვენ პატრონი არ ყავს, აი ჩვენ სფეროს, აი ზის სექტორში, რომელიც გარდა ყველასგან დავიწყებული ვართ. საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობაც მცირდება, ხოლო ამის პარალელურად ცოცხალი ცხოველების ექსპორტი მზარდია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წლის 10 თვეში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. ჯამში წელს 19,000 ტონა ცოცხალი რქოსანი პირუტყვი გავიდა ექსპორტზე. კომპანია შირაქის დამფუძნებელი ამბობს, რომ ადგილობრივი ფერმები დღეს ვერ ვითარდებიან, რასაც მიღმა მზარდი იმპორტის და გაზრდილი ხარჯების განაპირობებს. დარგის ხელშეწყობისთვის ბიზნესი სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებს ითხოვს. მაკედეკეული უღირდა 2,000 ევრომდე, რამდენიმე წლის წინ დღეს 3,000 ევროს გაცდა და გაწვირდა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმებიც ვერ იზრდება, თვითონ ფერმებში სულადობაც ვერ იზრდება, იმიტომ რომ ეს მაღალპროდუქტიული ჯიშები არის საკმაოდ ფაქიზი, 2-3 ლაქტაცია საშუალო და ამის შემდეგ ახალი სანამ ჩაენაცვლება და ანუ სანამ გაიზრდება პირობითა და კვლავ წარმოებაში ჩადგება უკვე დედა შესაძლებელია. ამიტომ კომპლექსური მიდგომა საჭირო. კარგი არის ის, რომ აქვს სამინისტროს და მთავრობას 7 წლიანი 10 მილიონიანი სესხი, რომელიც გულისხმობს 7 წლის მანძილზე დაბალი პროცენტით ფერმის გაკეთებას, სულადობის შეძენას და ეს პერიოდი საკმარისი არის, მაგრამ ის ფასები, რაც აღნიშნეთ, რომ 2,000 ევროდან 3,000 ევრომდე გახდა, 10,000 ლარს რომ ფერმერი გადაიხდის ერთ პირუტყვში, როგორ უნდა ამოიღოს ეს ფასი, წარმოიდგინეთ 2-3 ლაქტაცია, როდესაც აქვს. არის მეტი დახმარება, გადასახედია ეს პაკეტიც ალბათ, იმიტომ რომ სწრაფად შეიცვალა ვითარება ამ სექტორში და უფრო მეტი გამოწვევა გამოჩნდა. TBC კაპიტალის კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საქონლის პროდუქტიულობაზეც. კვლევის თანახმად საქართველოში რძის საშუალო წველადობა დაბალია და მხოლოდ 4,7 ლიტრს შეადგენს. ეს კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი, რაც 22 litrს შეადგენს. რაც TBC კაპიტალის შეფასებით ხას უსვამს პროდუქტიულობის უკიდურესად დაბალ დონეს ქვეყანაში. უფრო მეტ შეფასებას თუ რატომ ვერ იზრდება ქვეყანაში ნედლი რძის და რძის პროდუქციის წარმოების მასშტაბები და როგორ უნდა აღმოიფხვრას რძის ტოტალური დეფიციტის პრობლემა. საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა ანუკა, რატომ ვერ იზრდება რძის ადგილობრივი წარმოება, ანუკა ჯოხაძემ გაგვაცნო. ნოემბერში საქართველოში დაკრედიტება 945 მილიონი ლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 დეკემბრისთვის ბანკების საკრედიტო პორტფელმა 68,9 მილიარდ ლარს შეადგინა, რაც 1,4%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებაზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით კი 13,7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დაკრედიტების ტემპი შედარებით შენელებული იყო დეველოპერულ სექტორში, რაზეც ბოლო პერიოდში თავის სექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობდნენ. შენელება ფიქსირდებოდა როგორც უშუალოდ დეველოპერებზე გაცემული კრედიტების, ასევე იპოთეკური სესხების ნაწილშიც, რის ფონზეც გააქტიურებული იყო დეველოპერების შიდა განმარტებები, რაც სების შეფასებით გარკვეულ რისკებს შეიცავს. შესაბამისად, უკვე ნოემბრიდან იპოთეკური დაკრედიტების ნაწილში მარეგულირებელმა გარკვეული რეგულაციები შეარბილა. მაგალითად, თქვენ თუ თქვათ შიდა განმარტებას იღებთ, თქვათ დეველოპერთან და დეველოპერიას თქვათ ბინის დასრულების ეტაპზეა, მაგალითად, ამ შემთხვევაში ჩვენ გარკვეული შეღავათები დავუშვით იმ კუთხით, რომ დაახლოებით 60% თუ ბინის უკვე აშენებული არის, ამ შემთხვევაში შეუძლია ბანკს რომ მოგცეთ იპოთეკა თქვენ და ეს ჯერ კიდევ მშენებალებინათ ჩაიდოს გირაოში. დაახლოებით ასეთი ტიპის ფაქტორებზე მე საუბარი, რომ ხელი შეუწყოთ, რომ მოხმარებელს, რომელსაც თქვათ ხელი ვერ მიუწვდება ტექნიკური მიზეზების გამო იპოთეკაზე, ეს გახდეს ხელმისაწვდომი და მას ცალკე მოხმარებელი გამოიყენებენ და ვფიქრობ, რომ ამით მოხმარებელი იქნება კიდევ უფრო დაცული, ვიდრე შიდა განმარტებების შემთხვევაში. ანუ ამ შემთხვევაში თუ თქვენ აიღებთ იპოთეკას, ეს თანხა მივა დეველოპერთან და ის ამას გამოიყენებს, ასე ვთქვათ, შენებრობის სრულად დასრულებისთვის.
გვინდა დედაქალაქის გულში ლენდმარკის ტიპის პროექტის შექმნათ, ასე უპასუხა ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ საქმიან დილაში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობისა და ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ადგილას ვისელ ჯგუფის მიერ დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაც აუქციონზე 28,2 მილიონად ვისელ ჯგუფთან დაკავშირებულმა კომპანიამ კოსტავა თაუერსმა იყიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობაც ამავე კომპანიამ 2022 წელს 75 მილიონად შეიძინა. ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას მასშტაბური საინვესტიციო პროექტი აქვს წამოწყებული. მუშაობა უკვე მიმდინარეობს პროექტირებაზე, რომელსაც ბრიტანული კომპანია ბენოი განახორციელებს. ვასილ ფხაკაძე ამბობს, რომ 5 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენდება მულტიფუნქციური კომპლექსი, სადაც იქნება სავაჭრო ცენტრიც, საოფისე და საცხოვრებელი ფართები. კონკრეტული ბადები და ინვესტიცია ვასილ ფხაკაძეს არ დაუკონკრეტებია. საქართველოს წელს 11 თვეში ჯამში 115 მილიონი დოლარის ღირებულების 460,041 ტონა ხორბლის შესყიდვა დასჭირდა. იმპორტის ღირებულება 65%-ით, მოცულობა კი თითქმის 54%-ით არის გაზრდილი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით წელს ხორბალი ძირითადად ორი ქვეყნიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოვიტანეთ. ამასთან მთლიან იმპორტში რუსული ხორბლის წილი 79% იყო. იანვარ-ნოემბერში საქართველო 91,2 მილიონი დოლარის ღირებულების 360,000 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 31%-ით აღემატებოდა. ამგვარად რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ყაზახეთის მთავრობის მხრიდან ხორბლის ექსპორტისას ტრანსპორტირების სუბსიდირების პოლიტიკის გამო საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტიც გააქტიურდა და საქართველომ ჯამში 23,529,000 დოლარის ღირებულების 99,487 ტონა მარცვლეული იყიდა. მაშინ, როდესაც გასულ წელს იმპორტი ნულოვანი იყო. მცირე შეიძლება ითქვას უმნიშვნელო მოცულობით ხორბლის იმპორტი წელს ავსტრიიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდანაც განხორციელდა. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმიან ამბებს ანა ლაპიაშვილი შეჯამებს. ნახვამდის.